ჩართვაზე გადავიდეთ, ახალციხიდან გვერდება ქეთი გარსევანიშვილი, ჩვენი კორესპონდენტი და ვნახოთ როგორ ემზადებიან ახალციხეში ამ ფესტივალს. დილით 7 საათზე გაქანდნენ და იქ არიან უკვე დილამშვიდობის ქეთი. დილამშვიდობის ქეთი. აი მოკლედ ახალციხე რომელზე იღვიძებს? აღვიძებული კი არა მზად არიან. იმედან ელიკო მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ახალციხის სტადიონიდან, რომელიც მასშტაბურ საფეხბურთო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული 12 სხვადასხვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. უფრო დეტალურად ამ ტურნირის შესახებ ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ორგანიზატორს ირაკლი ქურდაძეს. ირაკლი მოგესალმებით. თქვენი ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებს, სპორტულ ღონისძიებებზეა საუბარი 2007 წლიდან მოყოლებული მართავს. საინტერესოა რა მიღწევებია ამ კუთხით და ზოგადად როგორია ახალციხეში სპორტული ინფრასტრუქტურა. მოგესალმებით პირველ რიგში მესხეთის საფეხბურთო ფესტივალიდან. უკვე 5 წელია ჩვენ ვახორციელებთ მსგავს პროექტებს და მინდა გითხრათ რომ ყოველწლიურად ვითარდება და სხვა დონეზე გადადის ჩვენი პროექტები. წელს მე-6 წელია და უკვე საერთაშორისო სტატუსი აქვს ჩვენს ფესტივალს. მინდა დავამატო რომ ფესტივალში მონაწილეობას იღებს ასევე აზერბაიჯანის 2 გუნდი და სომხეთის 2 გუნდი. სულ ჯამში უცხოური 4 გუნდი იღებს მონაწილეობას. ფესტივალის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალციხეში, მთელ საქართველოში. ჩვენ საომავლოდ ბევრ პროექტებს გეგმავთ და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტები დაეხმარება ზუსტად სპორტის აღორძინებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ზოგადად საქართველოში. ირაკლი, ეს ღონისძიება არის ძალიან მასშტაბური და კიდევ ამ ფეხბურთის თამაშის გარდა კიდევ რა ღონისძიებები იმართება, როგორ იქნება დაჯილდოების ცერემონია, ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს? გარდა ფეხბურთისა ფესტივალზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იგეგმება. დღეს იქნება გახსნის ცერემონია თეატრალიზებული, ძალიან კარგი სანახაობა მაყურებლებისთვის, იქნება სხვადასხვა გათამაშებები, სხვადასხვა პრიზები მაყურებლებისთვის. ასევე ჩვენ 30 ივნისს გვექნება დაჯილდოების ცერემონია, სადაც ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დიპლომები, სიგელები და გამარჯვებულს რა თქმა უნდა თასები და ეს არის მთავარი მიზანი ამ პროექტის არის არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ მონაწილეობა, დამეგობრება მოძმეერების სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსი და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. დიდი მადლობა ირაკლი, წარმატებები მინდა გისურვო. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ერთ-ერთი გუნდის ტრენერს. ბატონო ლევან, რომელ გუნდს წარმოადგენთ თქვენ და იქნებ მოგვიყვეთ როგორი იყო ზოგადად მზადების პროცესი ამ მეტად საინტერესო ტურნირისთვის? ჩვენ წარმოვიდგენთ ასპინძის სპორტული ცენტრის გუნდს. ამ მზადების პროცესი იყო ძალიან კარგი. მithumetes ერთი თვის განმავლობაში ბავშვები თითქმის ყოველდღე ვარჯიშობდნენ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ ტურნირში. ეს ტურნირი როგორც ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, 5 წელია უკვე მიმდინარეობს და ყოველწლიურად იღებდა ასპინძის გუნდი ამ ტრენინგში მონაწილეობას ფესტივალებზე და მე როცა გახდება უფრო კარგი და ბევრი ფესტივალები ჩატარდება, მით უფრო კარგი იქნება, ბავშვები დამეგობრდებიან ერთმანეთთან და ყველაფერი იქნება კარგი. მეტი ბავშვი გაიზრდება უფრო საქართველოში ფეხბურთელი. დიდი მადლობა, თქვენც ასევე წარმატებას გისურვებთ. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს ტურნირი 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოავლენენ. ახლა კი სპეციალურად ჩვენი დილის ეთერისთვის სტუდია თინეიჯერი შეასრულებს სპეციალურ ნომერს, რომელიც დაიდგა უშუალოდ ამ ღონისძიებისთვის.
დიდი მადლობა ახალციხე, დიდი მადლობა ქეთი.